როდესაც მაგაბაჭერიშვილი ჩავიდა მოლდოვაში და შეხვდა უკრაინელ კოლეგას. და თითქოს იყო რაღაცა მოლოდინები, რომ რაღაც დონის ნორმალიზაცია მოხდებოდა, მაგრამ ამ ნორმალიზაციას ბარიანი საყუდურების მოყვა უკრაინელი კოლეგის მისამართით, ისევე როგორც ევროპელების მისამართით და მათ შორის გარკვეულწილად დემარშიც, ხო, იმ პოლიტიკური ნაბიჯიდან, რაც სწორი იყო, რასაც თავად მაგაბაჭერიშვილი აკეთებდა აგერ შარშად დეკემბერში და ეხლა გადათქვა, რომ პუტინი გასამართლეს ჰააგის მეშვეობით და საქართველოს იყო მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში, იმიტომ ჩვენ ვიყავით მათ შორის ინიციატორები, ვისა რომ პუტინი გასამართლებულიყო. და გარდა უკრაინის მხარდაჭერისა, ჩვენც გვაქვს აგერ ორი ოკუპირებული რეგიონი, რომლის ანექსიის გაღრმავების პროცესს ხედავთ, ერთი რაღაცაა დარჩენილი, რომ უბრალოდ გამოაცხადოს პუტინმა, რომ ცხინვალი შეუერთდა რუსეთს. მეტი სხვა იქ არაფერი არ არის. გაფორმება ჭირდება ამ ამბავს, თორე აი ეს ეგრევე ხელშეკრულებაც ეს არის. ამიტომ ეს პროცესი გარკვეულწილად რაც და მაგაბაჭერიშვილის განცხადება იყო საინტერესო, სადაც ის ამბობს, რომ ესე იგი გარკვეულწილად რუსეთის შიშებზე საუბრობს ის, რომ ჩვენ უსაფრთხოების ინტერესებით ხელმძღვანელობთ და ესე არ არისო და თან ევროპას ლანძღავს იქ თან უკრაინას და გარკვეულწილად ამით ახსნეს როგორც ჩანს ის ნაბიჯი, შეტრიალებული ნაბიჯი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალზე პუტინის გასამართლებლად. არა, რა თქმა უნდა, ხო, ომის შიშით ახსნეს, მაგრამ გარკვეულწილად არსებობდა შარშანაც. ხო, შარშან კიდევ უფრო მეტად არსებობდა ვიდრე წელს. ახლა შარშანდელი 9 მაისი სხვა იყო და წლევანდელი 9 მაისი სხვა არის, ხო? პუტინს დაჭირდა ორჯერ ტრამპთან დარეკვა, რომ 9 მაისის ჩატარების უფლება მიიღო ზელენსკისგან. შესაბამისად ეს არის გარკვეულწილად თამაში და გარკვეულწილად რევანშისტელობას უკრაინის მისამართით მიუხედავად პირისპირ შეხვედრისა და მიუხედავად იმ პოზიტიური მოლოდინების შექმნისა, რომელსაც ჩვენ ხედავდით ერევნის სამიტის შემდგომ. და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათი პრაგმატული პოლიტიკა არის მათი რეჟიმის დაცვის და არა ქვეყნის სუვერენიტეტის. ამიტომ ძიმე ნაბიჯია და მე არ ფიქრობ, რომ ამას არ მოყვება ნეგატიური გაგრძელება და რაღაცა ის ნორმალიზაციის ილუზია არ ფიქრობ, რომ შედგეს უკრაინასა და საქართველოს შორის ნორმალიზაცია ვერ მოხდება, როგორც ვთქვი. მე თავიდან ამბობდი, როდესაც დაიწყო ნორმალიზაციის ლაპარაკი, რომ მაქსიმუმ შეიძლება ელჩები ჩამოსულიყო. უკრაინის ელჩი, რომელიც თბილისში არ არის, ჩამოვიდა და კიევიდან თბილისში და ჩვენი ელჩი, რომელიც თბილისშია, ჩავიდა კიევში. ეს არის მაქსიმუმი ნორმალიზაციის, რაც შეიძლება იყოს. აი ვითარებაში, როდესაც მძევლად არის საქართველო და მისი რეჟიმი, რომელიც მთელ საქართველოს ასევე მძევლად ამყოფებს, ამ ვითარებაში მე არ ფიქრობ, რომ რაიმე დიდი ცვლილებები ამ ურთიერთობებში მოყვეს იქამდე სალამ საბოლოო ჯამში რუსეთის მარცხი რა მარცხითაც შეიძლება ეს დასრულდეს, არ გაფორმდება, ამიტომ ეს მოლოდინი არ მგონია. ხომ არ არის ეს გადაწყვეტილება, ამ მაგაბაჭერიშვილის ეს განცხადებას რაც იყო ლაბარაკი ამ შიშებზე. აი გარკვეულწილად შედეგი იმისა, რაც რუსეთმა გააკეთა ცხინვალის რეჟიმთან მიმართებაში. ანუ როდესაც პრაქტიკულად ისეთი ხელშეკრულება რაციონალურად ვიმსჯელებთ, არა. მაგრამ თუ ესე გაყიდონ, ამ შემთხვევაში კი ნახეთ ახლა აი მაგაბაჭერიშვილს რომ ეთქვა, რომ ის ეგრეთ წოდებული შეთანხმება, რომელიც 9 მაისს გაგლოვებმა და პუტინმა გააფორმეს, არის უკანონო. ომს დაიწყებდა რუსეთი, ხომ არ დაიწყებდა აი ამ განცხადებას არ დაიწყებდა. მაგრამ ერთი მხრივ 9 მაისს გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაზე, აგრეთვე დღეს მოლდოვაში თქვა, რომ ეს უკანონოაო და აქამდე თბილისი და ვერ გაბედა ვერაფერი, გეგონება მოლდოვაში ნათქვამი რუსეთს არ ესმის და თან არასწორად შეაფასა. მერაბა, როდესაც პირველი ეგრეთ წოდებული შეთანხმება გაფორმდა მოკავშირეობის და ინტეგრაციის სახელით 2014 წელი იყო მაშინ ბატონი თედო იყო, როგორც მახსოვს, კომიტეტის თავმჯდომარე საგარეოსი. მოკლედ რეზოლუცია მიიღო პარლამენტმა, თედო ჯაფარიძე რეზოლუცია მიიღო პარლამენტმა და აი ეს ეგრეთ წოდებული შეთანხმება შეაფასა როგორც ანექსისკენ გადადგმული ნაბიჯი. მაგაბაჭერიშვილი დღეს მოლდოვიდან რომ მეუნება 20-26-ში აი მეორე ეგრეთ წოდებულ შეთანხმებაზე, რაც უკვე ანექსია გაფორმებულია რა, ერთადერთი უნდა მართლა შეიერთოს ეს კინვალი რომ ანექსისკენ გადადგმული ნაბიჯია, ეს უკვე არის არაადეკვატური შეფასება და ეს არის გარკვეულწილად მიჩუმათება იმ უბედურების, რომელიც უკვე გვაქვს. ეხლა თუ მომცემთ უფლებას გადავიდე მთავარ თემაზე, რაზეა ლაპარაკი.
ვიცით რომ ოკუპირებულ ცხინვალში არაერთი რეფერენდუმია ეგრეთ წოდებული ჩატარებული იმ მოთხოვნით რომ შეუერთეს ცხინვალი რუსეთს ხო და შესაბამისად რაღაცა ჩრდილოეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთი რომელიც ხელოვნური წარმონაქმნია საბჭოთა პერიოდში გაერთიანდეს ეს არის რასაც ისინი ამბობდნენ როდესაც პირველი ხელშეკრულებები გაფორმდა ეგრეთ წოდებული მაშინ აფხაზებმა კორექტირება შეიტანეს ამ ხელშეკრულებაში და თქვეს რომ ინტეგრაციაო არაო და მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა რომ აფხაზებს არანაირი სურვილი არ აქვს რუსეთს შეუერთდნენ და ამას ამბობენ როდესაც ცხინვალის სუვერენიტეტული რეჟიმი ამბობს რომ უნდა შეუერთდეს რუსეთს შესაბამისად პირველი ხელშეკრულება როდესაც გაფორმდა 14-ში და მაშინ შეფასდა ეს როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი და ბოლო ამ ტიპის პარლამენტის რეზოლუცია 2021-ში მივიღეთ ჩვენ პარლამენტში როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის სოფელი აიბგა კრასნოდარის ოლქს მიუერთა რუსეთმა რუკაზე მაშინ ჩვენ ეს შევაფასეთ და დავუგმეთ იმის მერე ომი რო დაიწყო ქართული ოცნება უკვე დუმს ამ საკითხებზე ეხლა 9 მაისს ფორმდება ხელშეკრულება ეგრეთ წოდებული გაგლოვისა და პუტინის შორის იმავე 9 მაისს გამოდის პაშალ პაპუაშვილი და იძახის რომ თურმე 9 მაისი ჩვენი იდენტობის ნაწილია ოღონდ ვერაფერს ვერ გავიგე რატოა ეს იდენტობის ნაწილი და მეორე დღეს ქარდები გამოაკრეს ევროპის დღეს და თან ევროპის დღეს რაღაცა კონკრეტული დისონანსი არის მაგრამ თავარი რა არის აქ მაკა ბაჭორიშვილმა მიუხედავად არაერთი საჯარო მოწოდებისა მათ შორის პარტიების მხრიდან რა ვიცი მე ვცდილობ რომ ვილაპარაკო უპარტიოდაც ერთი განცხადება არ გაკეთა თბილისიდან აი ძალიან მარტივად რომ ეს ეგრეთ წოდებული შეთანხმება უკანონოა მას ძალა არ აქვს და ნუ ხა დასავლელი პარტნიორებისთვის რომ მოეწოდებინა რომ შეაფასეთ და დაგმეთო ხო გადასარავი იქნებოდა მაგრამ დასავლეთის ლანძღავენ დილი და საღამოთი ეხლა რაც შეეხება ამ შეთანხმებას და რატო არის ეს ანექსიის გაღრმავა არა ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი არამედ რატომ არის ანექსიის გაღრმავება და რატომ აკლია უბრალოდ მაგას გაფორმება რომ ცხინვალის რეგიონი როგორც ყირიმი მიუერთა ისე მიუერთოს რუსეთთან მით უფრო აღარ დაჭირდება ყალბი რეფერენდუმების ჩატარება იტყვის რომ აღარ ადრე ჩატარებულია და დამთავრებულია მან ამბავ თუ ტექსტს გაყვებით და ეს ტექსტი დევს 9 მაისიდან მოყოლებული დუმაში იდო და გუშინ თუ გუშინ წინ იყო რომ რატიფიცირება მოახდინა დუმამ ამ ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების ხო ამ შეთანხმებაში უკვე არა ინტეგრაციაზეა საუბარი რუსეთზე, არამედ ახლა წარმოგიდგენთ, შეიძლება საქართველოს მართვა-გამგეობაში რუსეთის მოქალაქე დაინიშნოს თანამდებობაზე, ხო არ შეიძლება, არ შეიძლება. აქ შეიძლება პირდაპირ საუბარია, რომ რუსეთს შეუძლია იქ მართოს, რუსეთს შეუძლია ქონება მიწა იყიდოს, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში არ არის. რუსეთის საბუთები პირდაპირ მუშაობს ოკუპირებულ ცხინვალში, საუბარია თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოციალური ისეთ რა გაღრმავება არის, ანუ არ არის ესე გასალაითებელი ამბავი, რომ აი რა მოხდა და მაინც არ არის ოკუპაცია, ანუ ბოლო ნაბიჯი დარჩა და რომ იმისთვის რომ გააფორმოს პუტინმა შეერთება. ეხლა რაც შეეხება დავანებოთ, კაი კაცო, მე ოპოზიციონერი ვარ, ომი მინდა 1000 გვარ უბედურებას დამაბრალებენ და ზოგადად მე თუ ქართული ოცნების ამომრჩეველი მიყურებს, იტყვის რომ ეხლა ახუბარდიემ რა იცის, ეშლება ანგაჟირებული. კაცო, მამაკამდინარაძე ხო არის მაგათი კოორდინატორი და სუსის უფროსი ხო იყო მაგათი. ამ მამაკამდინარაძემ თავის სუსის ანგარიში, რომელიც პარლამენტს გაუგზავნა, დოკუმენტია, საჯაროა, დევს პარლამენტის ვებგვერდზე დაწერა შემდეგი რაღაცა. რომ რუსეთმაო თავისი კურატორი კირენკოს მეშვეობითო მოამზადაო ნიადაგიო რომ ანექსია მოხდესო, ანუ ყველაფერი გამზადებული აქვს ამ კაციქო და უბრალოდ პოლიტიკურად ხელსაყრელ დროს ელოდება რუსეთი, როდის შეიერთებს ამ ოკუპირებულ რეგიონს. ანუ მათივე სუსის უფროსი, რომელიც ახლა არის კოორდინატორი, პარლამენტში აგზავნის რეზოლუციები, ანგარიშს, სადაც ამას წერს. წითლად ესე გრაფაში გამოტანილი. და პარლამენტმა ხა წესით ეს არათუ უკვე უნდა განიხილა ჯერ არ განუხილია ოღონდ დევს ის ანგარიში. არამედ ამას უნდა მოყვეს განგაში პარლამენტის რეზოლუცია პარტნიორებთან რაღაცა დაგვეხმარეთ არიქ არაფერი და ამ ვითარებაში არც რეზოლუცია არ არის მაკაბაჭორიშვილს პირში წყალი ქონდა ჩაგუბებული და ერთი განცხადება ვერ დადო რომ უკანონოა და მოლდოვაში იმიტომ რომ იქ იყო ჩასული კონტექსტის ამბავში მოვაყო რომ აი რომ ანექსიისკენ რო დგამსო ნაბიჯებს ეს ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებაც ამასო მოწყობსო ანუ ვითომ 2014 წლის მოცემულობაში ვარ და 2026 აქ არ არის როდესაც მისივე ყოფილი კოლეგა და მისი გუნდის კოორდინატორი თუ ამბობს რომ ანექსიის სამზადისი დამთავრებულია და როცა მომდება რუსეთს მაშინ გააკეთებს ანექსია ახლა მითხარით რანაირად იცავენ ეგენი სუვერენიტეტს როცა დგანან და იძახიან რომ ორ ფეხზე ვდგევართ და სუვერენიტეტს ვიცავთ ხო ვერ იცავენ იმით იცავენ რომ რუსეთს არ აღიზიანებენ
მაგრამ რას ნიშნავს ეს გამიზიანება? რუსეთი არ შევჭამ. ანუ რუსეთი არ შევჭამ. შეჭმულები ვართ, მეტი რაღა შეჭმა გვინდა ხა. ზახაროვა კვირა არ გამოვარგავა, რომ ამათ არ უთხრას, რომ აღიარეთ ეს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელ ოკუპირებული რეგიონების. იმ კალუგინის ის ინტერვიუ თუ ნახეთ მთელ სამხრეთ კავკასიაზე, თან აქებს ამ ქართულ ოცნებას და აგერო მაგენი რომ ამბობენ, რომ ომში უნდა და ევროკავშირის ჩართვა აგერ საქართველოს არ დაყვა მაგათ შანტაჟა და მაგათ ყოჩახო, მაგრამ იქვე ეუბნება რომ დაივიწყე თუ აფხაზეთის და ცხინვალის ამბავი ეგო დამთავრებული ამბავი არის. და შოთაშორის რანაირად არის პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან, მაშინ რაში მდგომარეობს პრაგმატიზმი თუ ვაბარებთ ქვეყანას და ბარდებით მაგაზე ჩემოსასწრება ჯერ კიდევ მოღოლებული შევარდნაძის დროიდან ითვლებოდა საბჭოთა ნომენკლატურაში, მაშინდელ საბჭოთა ნომენკლატურაში იყო ასეთი შეხედულება, რომ აი რუსეთთან რუსეთს რაღაცა სასიკეთო რომ გამორჩი, არ უნდა აგინოს საჯაროდ. და ჩუმად უნდა ელაპარაკო, დავაი ვიპი მბანია რაღაცა ესე წავიდა და ეს ფსიქიკაა ისევ, იმიტომ რომ დღე ბიძინა ივანიშვილი განსასწროს, ბიძინა არის ისევ უიმედოდ ჩარჩენილი თუ შეიძლება ასე ითქვას იმ საბჭოთა რეალობაში, იმ რეალობიდან აღიქვამს რუსეთს და იცის რომ გამოხვიდა და რუსეთს უთხრა რომ შენავას როგორი მით უმეტეს ამერიკასთან უჩივლო და იქ ევროპასთან უჩივლო რუსეთს. ეს როგორ შეიძლება ის ხოს უკაგიჟდება პუტინი და მე უარესისა. ამიტომ მოდი ასე დაველაპარაკები და აი მე რა кай ბიჭი ვარ, არ გიჩხუბები შეხვასიც რაღაცას მიკეთებ, მაგრამ მე მაინც შემოვალ რუსეთში, მაშინ სხვა გზა რა. თუ ლაპარაკობ პრაგმატულ პოლიტიკაზე, რა ხარ რეალურად ეს თქმა უნდა არ არის სასარგებლოდ შეცვალა საგარეო კურსი. გამოდიოდით ევროკავშირში, აღარ მიდივართ ევროკავშირში. რუსეთი ღიად იძახის, რომ არა მარტო ნატო არ უნდა იყოს შემსაზღვრებთან ახლოს, არამედ არც ევროკავშირი არ უნდა იყოს. და ამ შანტაჟს ერთადერთი ქვეყანა ვის დაყვა არის ივანიშვილი. არც სომხეთი არ დაყვა მაგ ამბავს, არც იქ არ არის ომი, არც მოლდოვა არ დაყვა. და მიდის ეს გაფართოების პროცესი. მეორე, ხა დემოკრატია მისამეზობლად რუსეთისთვის არ იყო მისაღები ამბავი და ამან დემოკრატია გააქროს საქართველოში, ხო? ანუ რა სჭირდებოდა რუსეთს რაც ეწერა, მის დიდი ნაწილი გააკეთა. მაგრამ ერთადერთი რასაც ეხლა ვერ აკეთებს, ეს არის აღიარება ამ ოკუპირებული რეგიონების. მიუხედავად იმისა, რომ წოლოკიანსის კომისია შეაქმნავინა და ათქმევინა, რომ ომი თურმე საქართველოს დაიწყო და რუსეთი მერე თურმე აქ რაღაცა მშვიდობის ყოფილებრივ შემოვიდნენ, ხო? და ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმაზე ღალატის მუხლით ასამართლებენ გახარიას, გეკუნება იჩორჩანა ჩვენ კონტროლებად ტერიტორიაზე არ არის და თან ტყუიან, რომ ერთი გოჯი მიწა არ დაგვიკარგავსო ჩვენი მმართველობის პერიოდშიო და თან გახარიას მაგ მუხლით ასამართლებენ. მაგრამ აი ხა ამითარებაში, ანუ სამი რამე უნდა და რუსეთ ჩვენგან. ერთი იყო საგარეო ვექტორის შეცვლა, რომ არც ნატოსგან წასულიყავით, არც ევროკავშირისგან მიიღო. დემოკრატია არ ყოფილიყო და ავტორიტარიზმი ყოფილიყო, იმიტომ რომ არანაირი პერსპექტივა უკეთესი ცხოვრების ამ ხალხს არ ქონოდა, ეგეც მიიღო. მესამე არის აღიარება და სამ სახელმწიფო დაშლილ ფორმაში დაბრუნება რუსეთში. აი ეს ფაზა დაგვრჩა, სხვა არაფერი. და რა ძალა აქ ხა ან მაგაპოჭორიშვილს, ან ირაკლი კობახიძეს, ან მაგათ კოორდინატორ ვამკომდინარაძეს, რომ რამე დაუპირისპირონ, როდესაც ხმასაც კი ვერ იღებენ, რომ ანექსიის გაღრმავება მოახდინეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან. თუ ლაპარაკობთ რა განსხვავება 2014 წლის ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებასა და დღევანდელ შორის, აი ძალიან ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. ყველა თითქოს დამოუკიდებელ ქვეყანას თავისი კანონები აქვს, რითიც იმართება ქვეყანა, ხო? თუ რუსეთი თulis რომ ცხინვალის რეგიონი არის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი, ამ ხელშეკრულებაში წერია რომ რუსული კანონებით მოხდება მართვა-გამგეობა ცხინვალის რეგიონის და კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ ერთადერთი რაც ამ პროცესს აკლია, ეს არის გამოცხადება რომ ცხინვალი შეიერთა რუსეთს. მაგას ინახავს ბოლო კოზირად ინახავს რუსეთი. ხო, ბოლო სწორ წერს მამაკომდინარაძე, იმაგაში მართლა ვითახმები, სწორ წერს ხელსაყრელ დროს ელოდება რუსეთი. მაგრამ რას ვაკეთებთ ჩვენ რომ ეს ხელსაყრელი დრო არ მივცეთ? აი ხელსაყრელი დრო დადგეს, ამიტომ უნდა დაუწვეთ რუსეთს. მაგათ ეს პირიქით და ეს დასმა 2 წლის წინ ხომ მოვედით უკვე ამ ფაზაში რომ უკვე ანექსია მოხდა. კარგად ვერ დაუწეკით. ხო, არ ვიცი ხა მაგა პოზიციად დაკავშირებით ფაქტია რომ კარგად ქვეყანას და ამ ვითარებაში არ შეიძლება ამისი გატარება და მნიშვნელოვანია რომ ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე რომ ეს საფრთხე რეალიზდება თუ ჩვენ პარტნიორებთან ერთად არ ვიმუშავებთ მის გასანეიტრალებლად. გასაგებია თეონ არკუბარდა იყო ჩვენი სტუმარი.